ნუ გიღალატებთ მხნეობა ეს ბრძოლის უნარი, ნუ გიღალატებთ პავლე მოციქული გვეუბნება. ანუ შემოძახება უნდა საკუთარ თავს მუდამ, რომელსაც უпроსტოდ ამ მხნეობას დიდი საზღაური ელის. რა არის ეს საზღაური? გონება მიუწვდომელი სიცოცხლე, რომლის წინა გემოს ხილვის გამო აქ ვდგავართ ჩვენ. მაგრამ ეს სრულად რო გაიხსნება, წარმოგიდგენიათ რა იქნება. მაგრამ ამისათვის ჩვენ გვმართებს რა? პირველი ასაც ამბობს პავლე მოციქული, მოთმინება გმართებთ. მოთმინება. არ მისცეთ არავის, არაფერს იმის შესაძლებლობა, რომ სიფხიზლე დაკარგოთ და ამ გზიდან ფეხი დაგიცდეთ. არავის არ მისცეთ. არავის არ მისცეთ და არაფერს იმის შესაძლებლობა, რომ ეს თქვენი სულა ამ გზაზე შეფერხდეს, გაჩერდეს. და აქ ჭირდება მოთმინება. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთისნება, თორე ეს არის ღვთისნება, მე ვარ გზა, უფალი ამბობს. ანუ აი ამ სიტყვის გაგება და ეს ნიშნავს, რომ დადექით ამ გზაზე, ეს არის ღვთისნება და აი ასე უნდა აღვასრულოთ ღვთისნება და მივიღოთ აღთქმული. ჩვენ სიცოცხლე გვინდა, მაგრამ სიცოცხლე რომ იყო, სიცოცხლეში რო შეხვიდე მართალი უნდა იყო, იმიტომ რომ ღმერთი მართალია. მართალი არა შენი სიმართლით, არამედ ღვთაებრივი სიმართლით. ანუ ღმერთი სიცოცხლე ღმერთია, ღმერთი მართალია, შენ უნდა იყო მართალი, მაგრამ მართალი რწმენით იცოცხლებს. ანუ წმენა, ეს ქმედითი რწმენა თუ არა გაქვს, მართალი ვერ იქნები, სიცოცხლეში ვერ შედიხარ. წმენა როგორც ღმერთთან ერთობა, წმენა როგორც ღმერთის ცნობელობა, წმენა როგორც ღმერთთან კომუნიკაცია, წმენა როგორც საკუთარი გულის მადლის წყაროთ გარდაქცევა, რომ სხვისთვის ნათელი იყო, ნათელი გახდეს სხვისთვის და მაგალითი.